მე-12 სახლი ჩვენთან ის არის ინტროვერტი ადამიანი, რომელიც თავის სამყაროში არის ჩაკეტილი და თავის საიდუმლოებები აქვს, თავის სამყაროსთან ძალიან კარგად გრძნობს თავს. ეს ახლა კარგ ვარიანტს გიყევით, ხო, დაუზიანებელი მე-12 სახლი რო ავიღოთ, ხო? და ძალიან ჩუმად მიდის თავის ცხოვრებაში საიდუმლო ენერგეტიკა რო დაყვება ხოლმე სულთან. შეიძლება თქვენ მსგავსი იგრძნოთ ნეპტუნი, ვისაც პირველ სახლში ყავს, ან თვარესთან ერთად რო არის, ან მზე ნეპტუნი შეერთება რო აქვთ, მაგრამ მე-12 სახლი ცოტა სხვა საიდუმლოება არის. პლანეტა, როდესაც ხდება მე-12 სახლში, აქ არის რაღაც არარეალიზებული შინაგანა წინაპრებში, ესე რომ ვთქვათ და მე სადღაც ეს უნდა ავამუშავო უფრო ფსიქოლოგიურად, უფრო საკუთარ თავთან. არ შევეხე მე-12 სახლს, განმარტოებას, ფიქრს, ჩემთვის რომ სადღაც ვფიქრობ, ჩემ თავთან რო კონტაქტი მაქვს და ნენელა ვხედავ რა მინდა მე. ვინ ვარ საერთოდ, ხო? აი ამ ენერგიასთან თუ არა მაქვს შეხება, მე-12 სახლი მერე ცოტა ცუდად მუშაობს. ცუდად რას ნიშნავს? ეს შეიძლება იყოს იძულება, ჩართვა, მაგალითად, იმის გაცნობიერების, რომ ჩვენ არ ვართ ისეთები, როგორიც სხვები, მაგალითად. ხო, რაღაცას გთხოვს ხოლმე უკვე განსაკუთრებულად სამყარო მე-12 სახლში, როცა ხდება პლანეტები, თან განსაკუთრებით ეს პლანეტები თუ არის ესეთი პირად პლანეტები, მოდი ესე ვთქვათ. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი თუნდაც მზე ავიღოთ, თუნდაც მერკური ავიღოთ, მნიშვნელოვანი არის გაცნობიეროს ადამიანს, რომ სამყარო რაღაცას თხოვს. მინიმუმ იმას რომ გაცნობიეროს, რომ ვერ იცხოვრებს იმ სტილით, იმ რეჟიმით, იმ ფიზიკური აქტივობით, როგორც სხვები ცხოვრობენ, მაგალითად რაღაც არის მათში, ან შეიძლება ენერგიის ნაკლებობა იყოს, შეიძლება ხმაურის პრობლემა იყოს, რომ აი სმენის ვექტორი კონდეს ადამიანს ძალიან ძლიერი და ანუ აი ხმაურში უჭირდეს, ხალხმრავლობაში უჭირდეს მაგალითად, ხო? ან არის ისეთი მომენტი, რომ რაღაც აქვს განცდა, რომ მაინც და მაინც არავის არ ესმის მისი. აი აქედან იწყება მთელი მთავარი პრობლემები ხოლმე. იმიტომ რომ აქვთ რაღაც საიდუმლო, რაღაც უცნაურობა მე-12 სახლელებს. დავხსნი მერე ქალებთან როგორ ხდება, კაცებთან პლანეტების მიხედვით როგორ ხდება. მე-12 სახლი ეს არის, რომ ადამიანს აქ განცდა, რომ მისი არ ესმით, ვერ ხედავენ მას მაგალითად, მაგრამ სიამთვილეში არის როგორ რაღაც იცით, რომ მათ ყველას ესმით, იმიტომ რომ მე-12 სახლი კოლექტიურ არაცნობიერთან არის კავშირში. აი წარმოიდგინეთ, ახლა ბევრი ადამიანი, აი მასები რო ავიღოთ, ხო? აი ამათი გულის ცემა, აი ესე რომ ვთქვათ, მე-12 სახლელ მზეს ან თვარეს ძალიან კარგად ესმის. ატარებს საკუთარ თავში ყველაფერს. აქედან რა მოდის? მეწოდება, მესმის მისი, მიუტევებ, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ აქ რა იკარგება? მე ენერგია იკარგება, ხო? აქ